შავი ზღვა რუსეთის ზღვად გადაიქცა. შავი ზღვის პირაოდესას რუსებმა 3 საერთაშორისო პორტი დაუბომბეს. გრძელდება შეტევები ოდესის გარშემო და უკრაინამ შემოსავლის ყველაზე დიდი წყარო დაკარგა. როგორ შემოტრიალდა ამერიკა ევროპის გეგმა მათსავე საწინააღმდეგოდ, როდესაც რეალურად უნდათ რუსეთის გამოფიტვა და შავი ზღვის თვითონ დაკავება. შავ ზღვაზე გასასვლელი 6 ქვეყანას აქვს. აქედან 3 არის ნატოს წევრი, რაც პირდაპირ ამერიკის გავლენის სფეროს ნიშნავს. მოკლედ, ამერიკული დაზვერვის დახმარებით უკრაინის წამოწყებულმა დრონების შეტევამ რუსეთზე ევროკავშირში ახალი კრიზისი ააფეთქა. მარცვლეულის, წარმოების და საჭმლის. უკრაინამ რუსულ ნავთობ გადამამუშავებლებს დაარტყა. მიზანი რუსეთზე ეკონომიკური ზიანის მიყენება იყო. მიადგა ზიანი, რუსეთს მოაკლდა ნავთობი. ისეთი კრიზისი შეიქმნა, რომ მოსახლეობა დღეების განმავლობაში იდგა ბენზინის რიგებში. ზუსტად ამიტომ რუსეთმა ენერგოკრიზისისგან თავის ასარიდებლად შეწყვიტა დიზელის ექსპორტი. რუსეთი გლობალურად დიზელის უდიდესი ექსპორტიორია. ახლა უკრაინის შეტევების გამო რუსული დიზელი ექსპორტზე აღარ გადის. ამ წილის შემცირებამ ბაზარზე ფასები გაზარდა ყველასთვის და მათ შორის ევროპელებისთვისაც. უკრაინის და დასავლეთის შემდეგი ნაბიჯი აზოვის და შავ ზღვაში რუსულ პორტებზე და მარცვლეულზე თავდასხმა იყო. უკრაინელებმა დააზიანეს 157-მდე ხომალდი. ქერჩის სრუტეზე მარცვლეულის ხომალდები სრულფასოვნად ვეღარ გადიოდა. ამ პორტებზე მოდიოდა რუსეთის ექსპორტის 1/4. მართალია, რუსეთს ევროპაში აღარ გააქვს მარცვლეული და მთლიანად აზიაზეა კონცენტრირებული, მაგრამ მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე დიდი ექსპორტიორი რახანაა და ეს 1/4 გაქრა გლობალური ბაზრიდან, იგივე ლოგიკით რაც ნავთობზე, ფასებმა გაიზარდეს ევროპაშიც. უკრაინამ დაარტყა ამაზონის რუსულ ვერსიასაც, Wildberries. ამის გამო რუსი მცირე და საშუალო ბიზნესმენები ძალიან დაზარალდნენ. მაგრამ რეალური კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსეთმა ოდესა, შავ ზღვაზე ბოლო გასასვლელი ფაქტობრივად ალყაში მოაქცია. დაბომბა ოდესის ოლქის 3 უმსხვილესი პორტი. მარცვლეულის მესამედი უკრაინას ვეღარ გააქვს. ეს 3 პორტი მუშაობდა სრული დატვირთვით ომის დაწყების შემდეგ. უკრაინის ეკონომიკა მარცვლეულის ექსპორტზე დგას და ყველაზე დიდი რაოდენობით გააქვს ევროკავშირში. რუსეთისგან განსხვავებით უკრაინისთვის ბევრად რთულია ალტერნატიული პორტების მოძებნა. აი, ამან დაარტყა ევროკავშირის ბაზარს. ევროკავშირში ხორბლის ფასი საშუალოდ თითქმის 20%-ით გაიზარდა. ესაა ბოლო 2 წლის მაქსიმუმი. ყველაზე მეტად დაარტყა საფრანგეთის ფქვილის წარმოებლებს, გერმანიის საკვებ-მრეწველობას, პოლონეთის მეცხოველეობას, იტალიის და ესპანეთის გადამამუშავებლებს, რომლებიც უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე იყვნენ დამოკიდებული. უკრაინიდან მარცვლეულის გადასატანად ალტერნატივად გამოჩნდა ნატოს